გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას თაქ-შოუს ეთოქზე. ამ კვირაში საუკეთესო საცირკო წარმოდგენა შემოგთავაზა ნაცმა ცოლ-ქმარმა თინა ბოკუჩავამ და კოტე იოსელიანმა. ვაჟბატონმა კოტე იოსელიანმა, რომელიც ძალიან მაჩო და ძერსკი ტიპის როლს თამაშობდა ხოლმე, როდესაც მედიაში ჩნდებოდა, ჯერ ბოდიშის ვიდეო ჩაწერა და თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ცილისამება მოინანია. გულწრფელად უტას ბოდიშს ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე. შემდეგ ბაბლში ატყდა ერთი ამბავი. არიქა ძალით ჩააწერინეს ვიდეო. 2 დღის შემდეგ თინა ბოკუჩავამ გამართა პრესკონფერენცია, ჩემი ქმარი მოიტაცეს, ცემეს და იძულებით ჩააწერინეს ვიდეო. ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. შემდეგ კოტემას დაადასტურა კვლავ Facebook-ზე, რომ მაგრად დაგეგმილი სპეცოპერაციის მსხვერპლი ვარო. მოკლედ, არანაირი ლოგიკური და რაციონალური კვანძი ამ ისტორიას არ აქვს. ნაცმა ცოლ-ქმარმა თინამ და კოტემ როგორ მოვახდინოთ თვითაქტუალიზაცია და ბაბლი ავალაპარაკოთ და ასეთი იდიოტური სცენარი მოიფიქრეს. მე მგონი ამ ნაც ცოლ-ქმარს როლური თამაშების ფეტიში აქვთ, სადაც კოტე გატაცებულის როლშია და თინა მას იცავს. ასე ინარჩუნებენ ოჯახში ვნებას და ერთმანეთისადმი ინტერესს. აი, გავიხსენოთ წლების წინ საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე თინას ისტერიკა. და თიკა ბოკუჩავას. მეტად როგორც ცდილობს ის სპეც რაზმენების გაჩერება. იქას კოტეს გატაცებაზე გაჰკიოდა უაზროდ. მაშინ გამიგე სად არის ჩემი სიძე? იქნებ სხვა რამეს სცადოთ, ოჯახის ფსიქოლოგთან მიხვიდეთ, ან ერთმანეთს გულახდილად დაელაპარაკოთ, ან ნაცობას თავი დაანებოთ და სხვა რაიმე ბოროტი საქმით დაკავდეთ. მესამედი მედია აღარ გამოფენს საჯაროდ ბინძურ თეთრეულს და არარსებულ მოტაცებაზე არ დაიწყებთ გოტებას. ამერიკაში ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები იმართება. იქაური აკაცუკები პიროტექნიკას ესვრიან სამართალდამცავებს. ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც ხდებოდა ჩვენთან. ცდილობენ დაძაბულობის კერების შექმნას და ძალადობის ნორმალიზებას. ამის გამო ტრამპმა ლოს-ანჯელესში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ამერიკის საჯარო ნაწილები გამოიყვანა ქუჩაში და განაცხადა, რომ მოძალადი აქტივისტებს, რომლებსაც ზულთ ამერიკა, სათანადოდ დასჯის. და ვრცელდება არაერთი კადრი, სადაც სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ესვრიან დემონსტრანტებს. ცხენის ფლოქვებით ცემენ დაგდებულ აქტივისტებს და ასე შემდეგ. ამაზე კი არც ერთი ევროპარლამენტარი, ან ელჩი, ან სხვა ევრობიუროკრატი არანაირ განცხადებას არ აკეთებს. საქართველოში მომხდარი მსგავსი მოვლენების შეფასებისას კი კარგად გემახსოვრებათ, როგორი ისტერიკა დაიმართეს. აქაოდა დემოკრატია მოკვდაო. გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავენ აქტივისტებსო. ძალის გადამეტება ხდება სამართალდამცავების მხრიდანო. პიროტექნიკის დამიზნების სროლა ადამიანის უფლებაო და ასე შემდეგ. ორმაგი სტანდარტი, რომელიც უკვე ევრობიუროკრატიის ხელწერაა, კიდევ ერთხელ ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ჩვენს ქვეყანასთან დაპარალელებით. მაგრამ გარედან დაფინანსებულ აკაცუკებს არაფერი გამოუვათ, როდესაც სახელმწიფო ძლიერად დგას და ხალხი მოვლენებს ზუსტად აფასებს. უბრალოდ ხელწერა მაინც შეცვალეთ. დავიღალეთ ამ ერთი და იგივე ფილმის ყურებით. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, კვლავ ეთოქზე.